საუბარს ყოველთვის ვიწყებ ამ ფრაზებით, რომელიც არის დღის წესრიგი ჩვენი. თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება ზვია ცეცხლაძეს! თავისუფლება ზვია ცეცხლაძეს! თავისუფლება თემურ ქათამაძეს! თავისუფლება თემურ ქათამაძეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ანწუხელიძე უკვდავია! ანწუხელიძე უკვდავია! ბრძოლა, რომელშიც ახლა ვართ ჩართული, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული ყველასათვის, ქალებისთვის, სტუდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, იმიტომ რომ ახლა წყდება რეალური სამოავლო გეგმა და მიზნები ქვეყნის თუ საით წავა საქართველოს კურსი, წავალთ რუსეთისკენ თუ წავალთ ევროკავშირისკენ. ამ ბრძოლაში ძალიან დიდი ღირსეული და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დამოუკიდებელ თავისუფალ მედიას. აქ ძალიან ბევრი დამოუკიდებელი მედია იმყოფება და ძალიან დიდი მადლობა და სოლიდარობა მინდა გამოგიცხადოთ თქვენ რასაც აკეთებთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ხალხისთვის, უსახლკაროებისთვის, დევნილებისთვის, ყველა იმ მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რომლის ხმასაც აჟღერებთ ყოველდღიურად. კრიტიკული მედიის მნიშვნელობა დღეს გარემოში, პოლიტიკურ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრს არ ვისაუბრებ რეალურად, ძალიან ბევრი კარგი რაღაც თქვეს წინა გამომსვლელებმა, უბრალოდ მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებმაც ფარხმალი დაყარეს, ან არ დაუყრიათ, უბრალოდ არიან დაშინებულები და ტერორში. შეიძლება გვეშინოდეს, შეიძლება ვშფოთავდეთ და უიმედოდ ვიყოთ სამოვლო გეგმების მიმართ, მაგრამ არაფერი აღარ გვაქვს დასაკარგი. ყველაფერი რაც ქონდა ღირსეული და ღირებული, ყველაფერი წაგვართვა ქართულმა ოცნებამ. ეხლა უბრალოდ ესე უნდა ავდგეთ და გამოვიდეთ ქუჩაში და საბოლოო ბრძოლა უნდა გადაწყდეს ქუჩაში. ჩვენი გადასაწყვეტია, ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა, დავიცავთ თუ არა იმ ღირსებას, რომელიც წაგვართვა ქართულმა ოცნებამ და მოვიპოვებთ თუ არა იმ ნამდვილ მშვიდობას, რომელსაც წლების განმავლობაში გვპირდებოდა ქართული ოცნება. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი ოლიგარქიას!